1945 წელი, 27 დეკემბერი. ისტორიული თარიღის მიღმა ამბავი მეორე მსოფლიო ომის შედეგად ეკონომიკურად და ინფრასტრუქტურულად განადგურებული სამყაროს ხელახალი დაბადების ისტორიას გვიყვება. სწორედ ამ დღეს ძალაში შევიდა დოკუმენტი, რომელიც 54 ქვეყნის დელეგატმა ერთი წლით ადრე ნიუ-ჰემფშირში ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე მიიღო. თავარი მიზნით შეექმნათ გლობალური ეკონომიკის სისტემა, რომელიც ქვეყნების ომის შემდგომ აღდგენასა და ეკონომიკურ სტაბილურობას განსაზღვრავდა. საერთაშორისო სისტემის ახალი წესების ფორმირებისთვის კონფერენციის მონაწილეები სამი ძირითადი ინსტიტუტის შექმნაზე შეთანხმდნენ: ბრეტონ ვუდსის სისტემის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის. დღევანდელი ისტორიაც ამ უკანასკნელზე მოგითხრობთ. ომისგან განადგურებული და გაღარიბებული ქვეყნებისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია, რომ ითავადა მათთვის ფინანსური რესურსების მიწოდება დაიწყო. მსოფლიო ომისგან დაზარალებული ქვეყნების რეკონსტრუქციის მიღმა მსოფლიო ბანკის მიზნებში გლობალური განვითარებისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გაწევაც ჩაიწერა. დროთა განმავლობაში მისია გაფართოვდა და განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარება, ფულისა და რესურსების გადანაწილება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ითავა. ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ პირველი სესხი 250 მილიონი დოლარის მოცულობით საფრანგეთისთვის გასცა, იმ ქვეყნებთაგან ერთ-ერთზე, რომელიც მსოფლიო ომმა ყველაზე მეტად დააზარალა. გაღებულმა კონტრიბუციამ ევროპის გამწევი ძალის ეკონომიკას თავისი კვალი მალევე დაამჩნია. აღდგა ინფრასტრუქტურა და განადგურებული საწარმოები. 1940-იანი წლების მიწურულს ბანკის მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. მის მიმღებს შორის კი ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ევროპის არაერთი ქვეყანა იყო. მსოფლიო ბანკის განვითარების ისტორიაში რამდენიმე ფაზა იკითხება. მათ შორის არის 1960-იანი წლები. ამავე პერიოდში დაარსებული საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, რომელიც ვაქცინებისა და განათლების პროგრამების დაფინანსების, ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდასაჭერად შეიქმნა. მერე იყო 80-იანი წლები. გლობალური ორგანიზაციის მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში კიდევ უფრო გააქტიურება და ქვეყნების ეკონომიკურ მოდერნიზაციასა და წარმოების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეტანა. ამ დროიდან დაიწყო ის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობდნენ თავისუფალი ვაჭრობის საპრივატიზაციო და მაკროეკონომიკური რეფორმების განვითარებას. ამავე პერიოდს უკავშირდება ბანკის მიერ განვითარებად ქვეყნებში სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა. 2000-იანი წლებიდან კი მსოფლიო ბანკის ფოკუსში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის, ტექნოლოგიების განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხები მოექცა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია დღეს 5 ინსტიტუტისგან შემდგარ ჯგუფად პოზიციონირებს. მათ შორის არის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიის სააგენტო და საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი. შინაარსობრივი მახასიათებლების მიღმა მიზანი ყველასთვის ერთია: მსოფლიო მასშტაბით სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 189 წევრი ქვეყნით მსოფლიო ბანკი დღემდე ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის კვალიც ეკონომიკური სტაბილურობისა და სოციალურ კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არაერთ ქვეყანას დაემჩნდა, მათ შორის საქართველოსაც. საფინანსო ორგანიზაციის წევრი ქვეყნის სტატუსი ჩვენმა ქვეყანამ 1992 წლის 7 აგვისტოს დამოუკიდებლობის მოპოვების კვალდაკვალ მიიღო. 3 წლეულის განმავლობაში ბანკმა თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმაციული განვითარების პროცესში. თანამშრომლობის ახალი ეტაპი 2022 წელს დადგა და საქართველო ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი ქვეყანა. პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა საქართველოს ჯამში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ფინანსური დახმარება გაუწია, მათ შორის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის საშუალებით. თანხა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის მიმართული 74 პროექტის განხორციელებას მოხმარდა. ბანკის ინვესტიციები მიმართულია ისეთი საკვანძო დარგებისა და განვითარების სფეროებისკენ, როგორებიც არის ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები და ციფრული კავშირები, ასევე მდგრადი მწვანე ეკონომიკის განვითარება. განხორციელებული პროექტებიდან 64 უკვე დასრულდა. ამჟამინდელი საკრედიტო პორტფელი 1,200 მილიონი დოლარის მოცულობით სრულად 10 მიმდინარე პროექტისკენ არის მიმართული. საერთაშორისო პარტნიორი დღემდე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საიმედო მხარდაჭერა განხორციელებულ პროექტებში ითარგმნოს, რომლის სარგებელიც აწმყოსთან ერთად
მომავლის საქართველოსაც აისახება.